როგორც კი იგრძნობ, რომ ჩადენილი კეთილი საქმეების გამო სიამაყე გეუფლება, მაშინვე შენი შეცოდებანი მოიხსენე, რათა უგუნური ამპარტავნება დააცხრო. ასევე მოიქეცი მაშინაც, როცა ხედავ, რომ მოყვას იცდება, კერძოდ მაშინვე მისი სათნოებანიც გაიხსენე. ეს სიტყვებიც მინდა ბასილი დიდს ეკუთვნის. დღევანდელი ჩვენი გადაცემის თემა გახლავთ ამპარტავნება. ამ თემასთან დაკავშირებით ჩვენ სტუდიაში მოვიწვიეთ ჯვართამაღლების ტაძრის წინამძღვარი დეკანოზი თეოდორე გიგნაძე. დილამშვიდობისა მამაო დაგლოცეთ. ღმერთმა დაგლოცოთ, აგახაროთ უფალმა. მადლობთ. მადლობას მოგახსენებთ სტუდიაში მობრძანებისთვის. დღეს საკმაოდ პრობლემატურ თემაზე გვაქვს საუბარი და აგრეთვე მაყურებელს კიდევ ერთხელ მინდა შევახსენო, რომ ჩვენ გვაქვს შესაძლებლობა ჩავრთოთ თქვენი მოსაზრება ჩვენ საუბრის დროს დარეკოთ ტელეფონის ნომერზე 911-880 და დასვათ თქვენთვის აქტუალური შეკითხვა ამ თემასთან დაკავშირებით. განსხვავებულმა აზრმა უნდა იარსებოს, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ყველა აზრი უნდა განხორციელდეს. ჩვენ გვახასიათებს ამპარტავნება და ეს არის უმძიმესი ცოდვა. რამდენიმე დღის წინ პატრიარქმა ეს სიტყვები წარმოთქვა. მოდით ავუხსნათ კიდევ ერთხელ საზოგადოებას, რამდენად დიდი ცოდვა ამპარტავნება და საერთოდ რა ითვლება ამპარტავნებად. შეგვეწია სუფალი. საერთოდ პირველ რიგში უნდა ითქვას ის, რომ ამპარტავნება არის გამოვლინება იმ უმძიმესი ცოდვისა, რომელსაც სიამაყე ქვია. შეიძლება ასე ვთქვათ, ერთ-ერთი კერძო გამოვლინებაც არის. ანუ ძირი ამ უბედურების, რასაც ამპარტავნება ქვია, რაც ესე ძალუმად გვჭირს ჩვენ ქართველებს, არის სიამაყე. თუმცა ეს მარტო ქართველებს არ ჭირს, ეს ზოგადად ადამიანური ბუნების თვისებაა დღეს, რასაც სიამაყე ქვია. და საიდან მომდინარეობს საერთოდ პირველი წყარო სად არის? და პირველ წყაროს მიგნება ჩვენ გვჭირდება ამ ცოდვისა, იმიტომ რომ შესაძლებლობა მოგვეცეს განკურნების, ანუ ჩვენ წამალი ვიპოვოთ ამ ცოდვისა. და ისიც უნდა განიმარტოს, თუ რატომ არის ესეთი უმძიმესი სასიკვდილე ცოდვა, ხო? საერთოდ ამპარტავნება, სიამაყე მომდინარეობს თვითონ ადამიანური ბუნებიდან, იმიტომ უბრალოდ ადამიანური არსებიდან, იმიტომ რომ ადამიანი პიროვნული არსება არის. აი პიროვნების ღვთის ხატად შექმნილი პიროვნება თავისი არსებაში თავიდანვე შესაძლებლობას უშვებდა ამ ცოდვისა. როცა ღმერთმა ადამიანის შექმნა, რატომ? იმიტომ რომ ადამიანს ჰქონდა უფლება არა, უბრალოდ შესაძლებლობა, უფლება არ ჰქონდა შესაძლებლობა ღმერთზე უარი ეთქვა. და მან თქვა ღმერთზე უარი. და ამით ის თვით იზოლაციაში მოხვდა. ეს თავის დროზე დაემართა ანგელოზსაც. ანუ მან გააკეთა ძალიან ცუდი არჩევანი. ღმერთზე თქვა უარი, ანუ მოწყდა სიცოცხლის წყაროს. და მოექცა რა თვით იზოლაციაში, აი შეიძლება ასე თქვას, სიამაყეში ჩავარდა რა, აქედან უკვე მისი ბუნება დაზიანდა და მისი დაზიანებული ბუნება იყო უკვე ისეთი, როგორიც ჩვენ გვაქვს. როცა ადამიანის ცოდვით დაცემაზეა საუბარი, შემდგომში ამას იოანე ღვთისმეტყველიც განმარტავს წმინდა წერილში და ასევე უფალი როგორც ადამიანი ბოროტისაგან სწორედ აი ამ კუთხითაც გამოიწდება ეშმაკისაგან უდაბნოში. იქ სამი გამოცდა იყო, სამი სახის რამ დაემართა ადამს და ევას, როცა შეცოდეს სამოთხეში და ასევე იოანესაც ამგვარად ამ ცოდვის ადამიანური ცოდვიანი არსებობის, ამ ქვეყანას ცოდვიანი არსებობის საფუძველშიც აი ამ სამ ძირითად ხედავს, სამ ძირითად ცოდვას, რომელთაგან ერთ-ერთი არის სწორედ ეს სიამაყე ამას სოფლის, ამპარტავნება. ესე იგი ადამიანმა პიროვნულად ჰქონდა რა ამის შესაძლებლობა, უარი თქვა ღმერთზე, მოექცა თვით იზოლაციაში და მივიღეთ ის, რაც მივიღეთ. ანუ ადამიანისათვის თანდაყოლილი, ადამიანური ბუნებისათვის თანდაყოლილი გახდა სიამაყის ცოდვა. ეს იმდენად ორგანული ადამიანისათვის, რომ აი ხშირად მომყავს ხოლმე ეს მაგალითი, აი ადამიანს აქვს სხვადასხვა ორგანული ბიოლოგიურად აქვს სხვადასხვა ორგანოები, მაგალითად ღვიძლი აქვს ადამიანს. აი შეიძლება ადამიანი განთავისუფლდეს ღვიძლისაგან, ეს აბსოლუტურად შეუძლებელია. თანდაყოლილია ეს მისთვის. მაშინ რა ვქნათ, როგორ ვებრძოლოთ ამას? მაგრამ ღვიძლისაგან განსხვავებით, სიამაყე არის ის თანდაყოლილი თვისება, რომელიც ჩვენ გვიშლის, რაში გვიშლის? დაუბრუნდეთ იმ მდგომარეობას, რისთვისაც შეიქმნა ადამიანი და რისთვის შეიქმნა ადამიანი. ხედავთ, ესე იგი, ჩვენ საუბრობთ ამპარტავნებაზე, სიამაყეზე და მივადექით იმას, თუ რისთვის შეიქმნა ადამიანი და რაზე თქვა უარი, რის გამოც ეს დაემართა. და რაც უკვე, ანუ სიამაყე ხელს უშლის მას აი ამ დიდი მიზნის მიღწევაში. ადამიანი შეიქმნა ღმერთთან თანაარსებობისათვის. ღვთის ხატია და მსგავსებისაგან უნდა მიისწრაფოდეს. ადამიანი ამისთვის შეიქმნა, ამისთვის არსებობს. ადამიანი მხოლოდ მაშინ არის ადამიანი, როცა თავის ცხოვრებაში სწორედ აი ამის რეალიზებაც იწყებს, ანუ ისწრაფოს ღვთისაკენ.
ამპარტავანი ადამიანი რამდენად აცნობიერებს ვერაცნობიერებს, იმიტომ მანამ ვერ გააცნობიერებს, სანამ ადამიანი თავის მიზნისაკენ სწრაფას არ დაიწყებს. აი რაში უშლის, მოდი ესე ვთქვა, რაში მიშლის მე ხელს ვიყო ამპარტავანი, ვიყო ამაყი. პირიქით ეს მე გარკვეულად მაწყობს კიდევაც, იმიტომ რომ სხვებს ქედმაღლულად უყურებ, საკუთარ თავს ჩაკეტილობა ნიშნავს ეგოიზმის განვითარებასაც, შეიძლება ვთქვათ, რომ ეგოიზმიც ერთ-ერთი ნაყოფია სიამაყისა და ამპარტავნებისა, ანგარების განვითარებასაც და უამრავი რამს რაც მე თითქოს და მაწყობს, იმიტომ რომ მე ეგოისტურად ვიცხოვრებ, ანგარებიანიც ვიქნები, სხვასაც დავჩაგრავ, სხვასაც ზემოდან უყურებ, მე სიამოვნება ამა მე თუ რაღაც წარმატებებს მივაღწევ იერარქიულ საფეხურზე, ჩემი ამპარტავნება კიდევ უფრო გაიფუყება და თან მე სიამოვნება ხალხის აპლოდისმენტები, რომლებიც მე დამიკრავენ ტაშ როგორც მსახიობს, რომელიც გამოვდივარ ამ ცხოვრების სცენაზე და მე ჩემი ცხოვრებისეული ამ ქვეყნიური მიზნებისათვის დიახაც მე დამჭირდება გამომადგება რაში უნდა შემიშალოს მე ამ ხელი თუ სიკეთეს გავაკეთებ ხომ თლად გავიბადრები იმიტომ რომ მაინც სიკეთე სხვანაირად ჩანს საზოგადოების თვალში და ასე შემდეგ რაში მიშლის მე ხელს ვიღაცა მეტყვის რომ აი ჩვენ რომ მე აი ჩვენს ერის მაგალითზე ამპარტავნება რა დღეში გვაგდებს დიახაც იმიტომ რომ ამპარტავნება სიამაყე არღვევს იმ მარღვევინებს მემზნეობრივ კანონს რომელიც სამყაროში არსებობს. სამყარო არსებობს კანონებით, რომელიც ღმერთმა შექმნა. ამ კანონების დარღვევა იწვევს ჩემს დაზიანებას. ჩემთვის ძალიან საშიშია, როგორც ფიზიკური კანონების დარღვევა, გრავიტაციის, თბური კანონების დარღვევა, ასევე საშიში არის სულიერი ზნეობრივი კანონების დარღვევა. მაგრამ ზნეობრივი და სულიერი კანონების დარღვევა შეიძლება მე იმ წამსვლა შედეგს არ მაძლევდეს და პირველი პერიოდში მე გარკვეულად წარმატებებიც ჰქონდეს და მე კითხვას ვსვავ რატომ უნდა მოვიძულო ესა თუ იცოდო მათ შორის ამპარტავნება რომელიც მე რაღაცნაირად ჩემ ჯიქურ გავიტანო ეს ცხოვრება და მგელი ვიყო ამ ცხოვრებაში ხელს მიწყობს სანამ ადამიანი არ მიხვდება თავის დანიშნულებას რომ ის შეიქმნა ღმერთთან თანაარსებობისათვის და სანამ ადამიანი არ მიხვდება იმას რომ თუ ის ამაზე ანუ ღმერთთან თანაარსებობაზე უარს იტყვის საშინელ მდგომარეობაში აღმოჩნდება და მისი ნებისმიერი მცდელობა ნებისმიერი წარმატება იქნება ამაო, იმიტომ რომ ყველაფერი დამთავრდება ხორცისათვის, საფლავით, ხოლო სულისათვის მარადიული სასჯელით, სანამ ადამიანი ამას არ მიხვდება. ანუ სანამ ადამიანს არ გაუჩნდება ის უმთავრესი მიზანი ცხოვრების, რასაც მარადიული სიცოცხლე ქვია ღმერთში, მანამდე ადამიანი ვერც მიხვდება რომ ამპარტავანია და თუ მიხვდება რაღაცნაირი მის გარეგნულ გამოვლინებებს თუ შეამჩნევს და ითulis რომ აი სწორედ ამის გამო მე ვისჯები, იგი ვერ შეძლებს მისგან განთავისუფლებას, იმიტომ რომ განთავისუფლდე ცოდვისაგან. ამისათვის არ არის საკმარისი გარეგანი ნაყოფები მოუწყვიტოთ. ამისათვის აუცილებელია სიღრმეში, ფესვებში ჩავიდე და იქიდან ამოვძირკოთ. ხოლო იქიდან იქ ჩასვლა სწორედ ღვთის მადლით არის შესაძლებელი. ანუ რიგითი გვერდით მყოფი ადამიანის მიერ დახმარება არის გამორიცხული თქვენ ამას ამბობთ მამა. არა, გამორიცხული არ არის. ან ერთადერთი გზა ხსნა იმისკენ რომ არის ღმერთი. არის ღმერთი რა თქმა უნდა და ამპარტავნებისგან რომ ჩვენ თავით ავიხსნათ არის ღმერთი. ღმერთი. და რატო? ესეთი უფალი თავად ამბობს, ჩემს გარეშე არც ერთი სიკეთი არ ძალგიც, არანაირი სიკეთის გაკეთება არ ძალგით. სახარებაში მე როცა თქვი თავის როზე წავიკითხე, გადავალე ჩემს ცხოვრებას თვალი და რამდენი სიკეთე გამიკეთებია. რატომ არ შემიძლია ღმერთის გარეშე სიკეთე ვაკეთო? ანუ ხედავთ რა უცნაური რაღაცა. ამპარტავნება სიამაყე ესეთი ცოდვაა, რომელიც შენ სულიერ თვალს გიბნელებს, ვერ ხედავ იმას ისიც კი არ იცი, რა არის სიკეთე და რა არის ბოროტება და გგონია რა შენს მიერ ჩადენილი ვალდებულებები ადამიანური ბუნებიდან გამომდინარე, ის როგორც ფუტკარი ვალდებულია ღვთისაგან თაფლი აკეთოს და ეს მისი ბუნებიდან გამომდინარეა და მას ქება არ ეკუთვნის, ასევე ადამიანი აკეთებს რაღაც ბუნებით სიკეთეებს, ისაც რასაც ცხოველებიც კი აკეთებენ, თქვა ცხოველები ჯოგში ერთმანეთს ეხმარებიან, ამას ადამიანიც აკეთებს, ეს მე ადამიანს გონია რაღაც განსაკუთრებული რამ სათნოება და თulis რომ ის კარგ რამეს წარმოადგენს, იმიტომ რომ ამ სწორედ იქცევა, მაგრამ სწორედ იქცევა რა, თავის ბუნებიდან გამომდინარე. მაგრამ რაც შეეხება სხვა ადამიანის დახმარებას, აუცილებელია, იმიტომ რომ ერთი ადამიანი მეორე ადამიანისაგან იგებს ღმერთის შესახებ. და შინაგანი მაძიებლობა ემთხვევა გარედან მოსულ ადამიანის სიტყვას და ადამიანის ცხოვრებისეულ მაგალითს და ეს თანხვედრის შემთხვევაში ადამიანი ნელ-ნელა რწმენაში მოდის. ანუ მე მეუნება ის ღმერთის შესახებ სხვა ადამიანი, მიმითითებს, მასწავლის და ჩემში არსებული ჯერ კიდევ ცოცხალი ადამიანობა. ანუ სულის ის ფაქიზი ნაწილი, რომელსაც სინდისი ქვია, მიდასტურებს, რომ ხო ეს ესია, ეს ნამდვილად ესია და ნელ-ნელა ადამიანი უკვე აცნობიერებს თუ რა არის მის ცხოვრების მიზანი და მიდის ღმერთისაკენ. წმინდა იოანე კიბის აღწერელი ამ შესახებ ამბობს, რომ ამპარტავანის სული შიშის მონა.
ან გამოდის რომ შიში ითვლება ამპარტავნებად. შიშ სხვადასხვა მიზეზები აქვს და სხვადასხვანაირი შიშები არსებობს, მაგრამ ამპარტავნება აუცილებლად ბადებს შიშს. რა შიშს? იმიტომ რომ ამპარტავანი ადამიანი რას ნიშნავს? ის წეღანას თავში ვახსენე, იზოლაციაში, ანუ ადამიანი შექმნილია როგორც გახსნილი სისტემა, ის ღმერთს უნდა უშვებდეს თავის გულში და გასცემდეს ასევე ამ სინათლეს. იყავით ნათელი ამას ოფლის. მე ვიღებ ნათელს და გავცე, ხო? ეს სიყვარულიც ამაში ვლინდება, მაგრამ სიამაყე და ამპარტავნება, წეგან ეგოიზმიც ვახსენე, ანგარებაც კეტავს ადამიანს და თვით იზოლაციაში იქცევა ადამიანი. იზოლირებული ადამიანი შიშარა, იმიტომ რომ იგი დაუცველად გზნობს თავს. და ამიტომ მას ყველაფრის ეშინია, სიკვდილის ეშინია, წარუმატებლობის ეშინია, სხვისი დაცემის ეშინია, ასე უსამართლობის ეშინია, რაც ბობოქრობს ამ ცხოვრებაში. არის თუ არა ეს ერთგვარი არასრულფასოვნების კომპლექსი? არასრულფასოვნების კომპლექსის უძირითადესი მიზანი არის სწორედ სიამაყე. ვინმე ისე არ თქვას, ვინმე ისე არ შემოხედოს, რაღაც ისე არ გამომივა, ვაიმე რამე შველება, ანუ ადამიანი ხედავთ კვლავ და კვლავ თავარ მიზანს. როცა ჩემი მიზანი ღმერთია. როცა მე და ეს მიზანი რაღაც ინტელექტუალური მიზანი კი არ არის, ხოლო ჩემ მთელი არსება არის ამითი სავსე. მე გძნობ განვისტი ჩემ აი ერთ-ერთი მამა წერს რომ როდესაც მე ესე იგი წმინდა იოანე კრონშტანტელი თუ არ ვხდები, როდესაც ღვთის მათ გძნობდი და ღმერთს მივიახლებოდი, ჩემ სულში საოცარ სივრცეს გძნობდი, ადამიანი ივსება შინაგანად, როცა ამას გძნობ და ეს გავსება ხდება არა რაღაც გაუგებარი რაღაც ამორფული რაღაც არსით, არამედ სიყვარულით, ბედნიერებით და ღმერთთან პიროვნული ურთიერთობით, როცა მე ამით ვივსები, მაშინ თავისთავად ცხადია მე აბსოლუტურად დაცულად გძნობ თავს და როგორ უნდა დავკომპლექსდე. რა თქმა უნდა, ეს არის ჭეშმარიტი თავისუფლება. თავისუფლება ის კი არ არის ადამიანები რო აკეთებენ არჩე. ასე მე შემილია ღმერთზე უარი თქვა, ზნეობაზე უარი თქვა. ეს შენ შეგიძლია, მაგრამ ამის უფლება შენ არ აქვს. შენი თავისუფლება რეალიზდება მხოლოდ ღმერთთან და სიკეთესთან ურთიერთობაში. ჩვენ მაყურებელი გვყავს ხაზზე, დილა მშვიდობისა. გამარჯობათ. მოგესალმებით. მამაოსთან მაგ შეკითხვა. დიახ. ისმენთ. დღემდე მოდელიც კი არ ყავს, ეკლესიურად არ მიცხოვრია. ეხლა მინდა სადმე წავიდე, 70 წელს გადაცილებული კაცი ვარ. მინდა წავიდე სადმე ეკლესიაში და სად შეიძლება წავიდე. ნებისმიერ მართლმადიდებელ ეკლესიაში უნდა მიბრძანდეთ. ეკლესიაში ყველგან არის მადლი. ეკლესია ეს არის ადამიანთა ერთობა, რომლებიც ერთმანეთთან გაერთიანებული არიან ქრისტეს ხორცითა და სისხლით და არიან ნათელღებულნი და აქვთ მიზანი ღმერთი და ყველაფერს აკეთებენ იმისათვის, რომ მარადიული სიცოცხლე დაიმკვიდრონ და ამის შესაძლებლობა მოგეცემათ ყველა ტაძარში, სადაც კანონიერად ხელდასხმული სასულიერო პირი არსებობს, სადაც აღესრულება უდიდესი საიდუმლოება სამყაროში წირვა ლიტურგია, როდესაც პური და ღვინო ჩვეულებრივი გარდაისახება უფლის ხორცსა და სისხლად და ეს არის ღმერთისაგან თქვენთვის გამოწვდილი ხელი, რომ თქვენ განთავისუფლდეთ იმ დაცემულობისაგან, რომელიც ყველა ადამიანს აქვს და მათ შორის ამპარტავნებისაგანაც ნებისმიერ უახლოეს ტაძარში, რადგან თქვენ ასაკი გაქვთ, შეიძლება შორს ვერ მოახერხოთ წასვლა. მაგრამ ერთი რამეა, რომ ესე იგი თქვენ უნდა მიხვიდეთ ტაძარში ღვთისსაძიებლად და თუ თქვენ აი ამ მიზნით მიხვალთ, აუცილებლად ისეთ ადგილას მოხვდებით, ისეთ მოძღვართან მოხვდებით, იმ მოძღვისაგან იმ სიტყვას გაიგონებთ, რომელიც თქვენი სულისათვის იქნება სასარგებლო. ძალიან დიდი მადლობა მამაო, მე მაყურებელს კიდევ ერთხელ შევახსენებ, რომ ჩვენი საუბრის თემა გახლავთ ამპარტავნება, თქვენ შეგიძლიათ დარეკოთ ტელეფონის ნომერზე 911-880 და დასვათ თქვენთვის აქტუალური შეკითხვა. მანამდე კი მე მაინტერესებს ერთი საკითხი. ბადებს თუ არა ამპარტავნება გულგატეხილობასა და სასოწარკვეთილებას? შეუძლებელი არ დაბადოს, იმიტომ რომ ამპარტავანი ადამიანი კი კვლავ ვიმეორებ, არის იზოლირებული ღვთისაგან და ამ იზოლირებას თვითონ ახდენს. ადამიანი ამავე დროს არის შემოქმედი. ადამიანს, აი ცოტა როგორ არის, ადამიანი, რომელიც ღმერთს დაცილებულია, ის თავის იმ არქი თვისებებს, რომელიც მას პირველად ღვთისაგან ჩადებული აქვს, იმას კი არ კარგავს. და ადამიანის ერთ-ერთი თვისება არის შემოქმედებითობა. ადამიანი შემოქმედია, მაგრამ ღმერთს მოწყვეტილია, მაგრამ ის თავის შემოქმედებითობის დაუკმაყოფილებლობას ვერ შეძლებს. ამიტომ იგი ცდილობს დაიკმაყოფილოს და ერთ-ერთი ის რასაც ვლინდება ადამიანის შემოქმედების უნარი არის ოცნება. ანუ ადამიანი ხედავს, რადგან ღმერთს მოწყვეტილია, იგი ვერ ხედავს საკუთარ დაცემულობას, საკუთარი თავი გონია კარგი, არა როგორც ღვთის ხატი, არამედ პიროვნული თავის ცხოვრების წესით კარგი გონია. ამას ხშირად ამბობს ხოლმე. და შემდეგ
შესაბამისად თulis რომ ის ღირსია და რისი ღირსიც არის იმაზე ოცნებობს და ალაგებს აქედან გამომდინარე ოცნებიდან უკვე წარმოსახვით სამყაროს ქმნის და როგორც ხშირად ვიცით საკუთარ თავზეც გამოგვიცდია ჩვენ ეს და სხვის მაგალითებზეც ამას ვამჩნევთ ეს ოცნებები ხშირად იმსხრევა იმიტომ რომ ეს არის ჩემს მიერ შექმნილი სამყარო სხვათა შორის ოცნება ცოდვათაც კი ითვლება უკითხო რატომ არის ოცნება ცოდვა იმიტომ არის ცოდვა რომ ეს შენს მიერ შექმნილი სამყაროა და მას რეალობასთან კავშირი არ აქვს აბა ოცნების გარეშე ხო ცხოვრება საინტერესო არ არის ადამიანი იტყვის ოცნება ჩემოკარგო ეს იცით რას გავს ნარკომანი რომ ამბობს წამლის გარეშე ცხოვრებას რა ინტერესი აქვს ანუ მემთვრალე ღვინის გარეშე ცხოვრებას ფასი არ აქვს იმიტომ რომ რეალობას წდები ღმერთს ხოლოდ რეალობაში იპოვი შენ თავსაც ხოლოდ რეალობაში იპოვი და არა ოცნებაში რომელიც სულიერი ნარკომანის ერთ-ერთი სახეა ეს ყოველთვის დაიმსხვრება როგორც ნარკომანს დაიმსხვრება ყველაფერი როცა წამალი გაზდის ასევეა ხოლმე ჩვენ შემთხვევაში კიდევ გყავს მაყურებელი მე როგორც ახლა მატყობინებენ დილამშვიდობისა გამარჯობა, გილოცავთ გუშინდელ ამაღლების დღესასწაულს. აგლოცავთ. მამაოსთან თუ შეიძლება შეკითხვა. მამაო, თუ შეგიძლიათ პასუხი მითხრათ, ჩემი მეგობარი ეკლესიაში არ დადის, სახლში ლოცვებს კითხულობს და მოძღვართან მიდის სახლში. ეკლესიაში არა რატომღაც და მინდა კითხვა დაგისვათ არის ასეთი პრაქტიკაში მიღებული ეკლესია მე თვითონ ეკლესიური ვარ მინდა ბარბარეს მრევლი ვარ ადამიანი რომელიც მხოლოდ სახლში ლოცულობს ეს თვით იზოლაციის ერთ-ერთი სახე არის და ამპარტავნების ერთ-ერთი სახეა იმიტომ რომ ასეთი ადამიანი რას ამბობს იცით რომ აი წარმოგიდგენთ ესეთი ადამიანი გავს ადამიანს რომელიც 2000 წლის წინ იცხოვრებდა რა რელიგიური ცხოვრებით და მას ეტყოდნენ იცი ვისთვისაც შენ ლოცულობ ვისაც შენ ევედრები ის მოვიდა შენთან როგორც ადამიანი და აი გვერდზე სახლში იმყოფება წამომივიდეთ ესეთი ადამიანი იტყოდა მე არ მცალე ამისათვის და თანაც მე ხომ ისედაც ლოცულობ ღმერთთან და რაღაცში მჭირდება ის რომ ღმერთი ჩემთან მოვიდა ანუ ამპარტავნების ეს ერთ-ერთი საშნელი ფორმაა ადამიანი რომელიც რელიგიურია არარელიგიური ადამიანს სხვა პრობლემა აქვს, მაგრამ როცა ადამიანი რელიგიურია, მაგრამ ის უარყოფს ღმერთისაგან გამოწვდილ ხელს. გეგულებათ ამაზე უფრო მეტი სიამაყე და ამპარტავნება? ეს ფარისევლები, რომელმაც ქრისტე მოკლეს. ფარისევლობა ერთ-ერთი გამოვლინება ამპარტავნებისა. ნახეთ რა უცნაური რაღაცაა ფარისევლობა. ფარისევლობა რატომ არის ერთ-ერთი ყველაზე უცნაური და ყველაზე საშნელი გამოვლინება ამპარტავნებისა. ჯერათ იმიტომ რომ ნაყოფია საშნელი ფარისევლობისა, ნაყოფი რა არის? ღმერთის კვლელობა. ფარისეულ ადამიანთან მაშინ 2000 წლის წინ, როცა მივიდა უფალი ფარისევლებთან და ფარისეულ ადამიანთან დღეს რომ მოვიდეს კვლავ ქრისტე, კვლავ უარყოფენ და კვლავ მოკლავენ. დოსტოევსკის აქვს, ხო? დიდი ინკვიზიტორი სახე შექმნილი თავის რომანში საოცარია. სასულიერო პირები როგორ უარყოფენ კიდევ ერთხელ ესე იგი ადამიანად მოსულ ღმერთს ესეთი იგავური სახე აქვს შექმნილი. რატომ? იმიტომ რომ ფარისეველი ადამიანი ვერ იტანს ღმერთისაგან გამოწვდილ ხელს. რატომ? აი რატომა ეგ კითხვა. იმიტომ რომ ერთ-ერთი გამოვლინება ამპარტავნების არ არის თავმოწონება, კეკლუცობა საკუთარი სიკეთეებით. წმინდა მამები გვასწავლიან რომ წმინდანობის ერთ-ერთი გამოვლინება იცით რა არის? რომ ადამიანი ტირის არა მხოლოდ საკუთარ ცოდვებზე, ანუ უზნეო საქციელებზე, რომელიც მას უღმრთობის პერიოდში ჩაუდენია, არამედ იმ სიკეთეებზეც, ანუ ის სიკეთებიც გამოიტირეს, რომლებიც მათ აკეთეს როგორც საკუთარი რაღაც უნარ-ჩვევები, ანუ საკუთარი დამსახურებანი, აი მე სიკეთეს ვაკეთებ. ეს გაცილებით საშიში მდგომარეობაა. რატომ? იმიტომ რომ როცა ადამიანი ჩადის აშკარა ზნეობრივ ცუდ საქციელს, ანუ ბოროტებას, ის ხედავს, ეს თვალისათვის ხილულია, ხოლო როცა ადამიანი ზნეობრივად ცხოვრობს და ამ დროს ღმერთს მოწყვეტილია და მისთვის ზნეობრივი ცხოვრება არის თვით მიზანი და საკუთარი თავის მაამებლობის საშუალება, ესეთი ადამიანი ფარისევლად ყალიბდება. და რატომ? იმიტომ რომ საკუთარი თავი რაღაცა გონია, თulis რომ ეს სიკეთები მისი დამსახურება არის და ამ ფარისევლობის და საკუთარი სიკეთით მაამებლობის ყველა საშნელი გამოვლინება არის რელიგიური სიკეთების კეთება, როცა ადამიანი არის რელიგიური და ამ დროს სინამდვილეში ღმერთისაკენ არ მისწრაფი. სხვათა შორის რელიგიურ ცხოვრებას, ახლა ეკლესიურ ცხოვრებას გულისხმობ, როცა ადამიანს უკვე მოძღვარიც ყავს, აღსარებელიც არის, მაზიარებელიც არის. ამ დროს ადამიანს, რა თქმა უნდა, ადამიანი იქ არის იმისათვის, რომ მისი მიზანი ღმერთია და ღმერთისაკენ ისწრაფის, მაგრამ ერთ-ერთი უმთავრესი საშნელება, რაც შეიძლება მას დაემართოს, არის ის, რომ იგი საერთოდ დეგრადირდეს. ოღონდ ისე კი არა, რომ ყოფითი თვალსაზრისით უზნეობები ჩაედინოს, არამედ ფარისევლობისკენ გადაიხაროს, ანუ ის მოიხიბლოს თავის რელიგიური ცხოვრებით.
ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია რომ არასოდეს არ დაგვეკარგოს ჩვენი უმთავრესი მიზანი ღმერთი და ყველაფერი გავაკეთოთ იმისათვის რომ მისკენ ვისწრაფოთ. ეხლა როგორ ეს უკვე სხვა თემაა კიდე. ამის გარეშე ადამიანი ვერავითარ შემთხვევაში ვერ განთავისუფლდება დღეს უკვე ჩვენთვის იმ ორგანული თვისებისაგან, რასაც სიამაყე ქვია. ძალიან დიდი მადლობა მამაო, ჩვენი დრო სამწუხაროდ ამოიწურა. დიდი მადლობა ასეთი საინტერესო საუბრისთვის. მე იმედი მაქვს ჩვენ საზოგადოებას ნაწილობრივ მაინც მივაწოდეთ ინფორმაცია ამ პარტავნების შესახებ. მაყურებელს კი შევახსენებ, რომ ჩვენი გადაცემის სტუმარი გახლდათ ჯვართამაღლების ტაძრის წინამძღვარი დეკანოზი თეოდორე გიგნაძე.